მივხვდი ასე. არა, მივხვდი რა თქვი. და კიდე თქვა რომ ვიცო ჩემ მეჩე შილოსო გიყვარსო, მაგრამ ჯობია შენ სახში შილოსო, ხო? ანუ ქალისთვის, რომ მაგალითად მექაში წავიდა ქალი უმრაზე, შეასრულა უმრა. მე დაბრუნდა სასტუმროში. მე უნდა მეჩეთში წასვლა, მაგალითად, მექაში, ჰარამში. საჯობია მაგისთვის სასტუმროში ლოცვა თუ სასტუმროში, ხან აი ეგეც სუნათია მე წარმოვიდგინეთ. სასაფლაოზე ვილაპარაკეთ, მართალი ხარ. ასე ვილაპარაკეთ, თუ მხრებია გახსნილი მამაკაცს. ხო? მის ლოცვა არა ის მიღებული. ასევე ქალის თმა თუ გამოჩნდა, ხო? ქალის თმა ან ქალს თვალწია ზოგ ქალი როგორ ლოცულობს, ჯინსებში ლოცულობს. თუ ჯინსებში ლოცულობს, მოტკეცირია ტანსაცმელი, ეგეთი ნამაზი არ მიიღება. და ასე შემდეგ. კარგით. ბაბუ მაჯა ფილ აურა, თავი რომელიც ეხება რაც მოვიდა აურატზე, ანუ კაცის აურატი. ან ჯარჰმა გადმოსცა. ანა ნაბია სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა მარრა ბიჰი ვა ყად ქაშიფა ფახიდაჰუ. შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ეხლა გაიარდა საჰაბასთან და დაინახა რომ მისი ანუ მუხლის ზევით რაც არის ეს ფეხი ეს ნაწილი იყო ანუ ჩანდა გახსნილი იყო ეს ნაწილი და უთხრა მაგას ღატიჰა ფა ინაჰა აურა დაფარეო იმიტომ ეს არის აურატიო სამწუხარო ზოგიერთი ძმა შორტიკებში დადის როცა ზაფხულია პლაჟზე გადის და ასევე შორტიკებში დადის ეს არის ჰარამი ასევე სახში მამაკაცი რომ შორტიკებში იაროს ბავშვების წინაშე და ანუ არა მაჰრამის არ შეიძლება მაგათების გასვლა ხალხის წინაშე ასევე ზოგიერთი ძმა ანუ ბრიჯები უყვარს ბრიჯები არის კაი სუნათი რა თქმა უნდა კაი სუნათი წინაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ხო ბრიჯი ანუ ასე თქვა მუხლის ქვევით რაც არის რასაც მე ეგას არის სუნათისგან ასე თქვა თუ არის ფართო ბაბუ სალათ ალ ხუმრა თავი რომელიც ეხება ლოცვა ხუმრაზე ხუმრა რა არის მებო პატარა ეგეთი ასე თქვა ხალიჩასავით არის და რომელიც არის შუმამა სალალაჰუ მაგას იყენებდა როცა იყო ან საფარში ან სადღაც ხანდახან საჰაბები როცა ლოცულობდნენ ისეთი სიცხე იყო ქვიშაზე თავსო დადებდნენ შეიძლება თავი დაეწვათ და ხანდახან ქვებს აგროვებდნენ ცივ ქვებს ალაგებდნენ და ისე ლოცულობდნენ ხანდახან ხუმრას როგორც ხალიჩას ან როგორც ზოგიერთი ძმა მაგალითად თუ სადღაც მიდის სალფეტკას იღებს უბრალოდ და უბრალოდ სახე დადოს ამას თქვია ხუმრა عن ابن عباس თქვა كان النبي صلى الله عليه وسلم يصلي على الخمرة شمال صلى الله عليه وسلم خمرაზე ლოცულობდა ანუ ხელები მიწაზედებდა დანარჩი ყოლა ხალიჩა არ იყო მარტო თავი და حبيبة გადმოსცა რომ أن النبي صلى الله عليه وسلم كان يصلي على الخمرة რომ شمال صلى الله عليه وسلم ლოცულობდა ხუმრაზე 32 თავი باب صلاة في النعلين თავი რომელიც ეხება ლოცვა ჩუსტებში შაქრო ჩუსტები ხო სწორია ქართულ ენაზე ჩუსტებში თავი რომელიც ეხება ნახეძმო ლოცვა ფეხსაცმელში ჩუსტებში ვა აინა yada'ahuma idha khala'ahuma და სადადოს ადამიანმა თუ გაიხადა ეს ჩუსტი ან ფეხსაცმელი სადადოს რა ადგილას დადოს უფრო რომელია გაფსირებული ძმებო როცა მაგალითად ჯუმაზე მიდივარ ხანდახან შეიძლება ადამიანი დააგვიანოს ჯუმაში ვერ შედის ან მეჩეთში და გარეთ ლოცულობს სად ალაგებს ადამიანი ფეხსაცმელებს წინ რას ეწინააღმდეგება სუნნას ძმებო ეხლა დავიკითხოთ ჰადისის ამ თემაზე 300 ჰადისი ან შადად ბინ აუსა გადმოსცა რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ხალიფულ იჰუდა ვა ნასარა ანუ პირიქით გააკეთეთო ვიდრე იჰუდები და ქრისტიანები fa innahum la yusalluna fi khufafihim იმიტომ რომ ისინი არ ლოცულობენ თავის ფეხსაცმელებში wala fi ni'alihim და არა მათ ჩუსტებშიო ამიტომ ალიმები თქვეს რომ ასლი რა არის ასლი ლოცვა ფეხსაცმელში ან ლოცვა ჩუსტებში მაგალითად სახშია ხო ჯობია ლოცვა ჩუსტებში თუ რომ სახში იყო ასლი ეს არის მებო ჩუსტების გარშე თქმა უნდა შეიძლება პრობლემა არა ის შეხვედრით მაგალითად ანუ არის მედინაში ასევე მეჩეთების მებო დამავიზ ალიმის სახელი სუბჰანალლა მის მეჩეთებში და ხალხი ლოცულობს ჩუსტებში ეგას არის სუნნათისგან და როგორც თქვა შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ხალიფულ იჰუდა ვა ნასარა ანუ პირიქით გააკეთეთო ვიდრე იჰუდები და ქრისტიანები შეიძლება ეხლა დღეს არის მაგ ადრე შომალის დროს სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ისინი არ ლოცულობდნენ თავის ფეხსაცმელში და ჩუსტებში და ასე შემდეგ 311 ჰადისი ან აბი ჰურეირა აბუ ჰურეირა გადმოსცა ან ნაბი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ قال إذا صلى أحدكم فخلع نعليه თუ ვიღაცა თქვენგან ლოცულობსო და გაიხადა თავისი ჩუსტებიო فلا يؤذي بها أحدا ამით არავინ არ შეაწუხოსო ანუ ვის არის მის გვერდზე وليجعلهما بين رجليه აი ნახეცმებო და დადოს ეს ჩუსტებიო თავის ფეხების შუაშიო ანუ ქვეშ არა წინ არა გვერდზე არამედ ფეხების შუაში أو ليصلي فيها ან ილოცოს მაგაშიო ბევრი იყო შემთხვევა შეიძლება თქვენს გქონდათ შეიძლება თქვენ ლოცულობდით ფეხსაცმელში მე ვიცი რომ თქვენ იცით რომ სუნნათი ეგა მაგრამ პირველად მე მქონდა ბევრი შემთხვევა ლოცულობ ფეხსაცმელში და კაცი მეუნებოდა როგორ ლოცულობ ფეხსაცმელში
არ შეიძლება ნაჯასი იყოს მან, შეიძლება რა იყოს მან. ასლი არის ლოცვა ძმებო ფეხსაცმელში, ჯუსტებში და ასე შემდეგ. გარდა მომენტისა, ეხლა გავივლით, როცა არის შეიძლება ფეხსაცმელი ნაჯასი იყოს. მაგრამ შუმამა სალლალაჰუ ალაიჰი რა თქვა? რომ თუ მოხდა ფეხსაცმელზე ნაჯასი, როცა ადამიანი დადის, ეს მიწა შლის იმ ნაჯასს. ანუ ისევ იმ ფეხსაცმელს აკეთებს ტოჰურს, ან სურთას აკეთებს. Აბუ ჰურეირა გადმოსცა. Აბი საიდ ალ-ხუდრი, აბუ საიდ ხუდრი გადმოსცა თქვა: "სალლა ბინა რასულულლაჰი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ." ჩვენ ლოცულობდითო ერთათო შუმავალთან სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ. "ფალამმა სალლა ხალა'ნა ალეიჰი ფავადა'აჰუმა ან yasarihi." და როცა ლოცულობდაო შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მოიხსნა თავისი ჩუსტები და გადადო თავის მარცხენა მხარეს. რატო მარცხენა მხარეს? იმიტომ არავინ არ იყო, არავის არ უშლიდა. فخلع القوم نعالهم და ხალხი ვინც იყო ვინც მის უკან ლოცულობდა ისინიც გაიხადეს ეს ფეხსაცმელი. فلما قضى صلاته და როცა დამთავრდა ლოცვა თქვა: "მალაკუმ ხალa'tum ni'alakum." რა გჭირთ, ანუ რატო გაიხადითო თქვენი ფეხსაცმელიო, თქვენი ჩუსტები. قالوا ისინი საჰაბები თქვეს: "რააინაკა ხალa'ta فخلعنا." ჩვენ დავინახოთ რომ შენ გაიხადეო და ჩვენს გავიხადითო. მან თქვა: "ინნი ლამ ახლa'huma min ba's." მე ისე ჩაოლებრად არ გავიხადეო, ანუ მიზეზის გარეშე არ იყო. "ولكن جبريل." მაგრამ ჯიბრილ აისალამ ახბარანი ანna فيهما قذرا. მაგრამ ჯიბრილი მოვიდა და მე მიამბო რომ ჩემს ანუ ფეხსაცმელზე არის რაღაც ნაჯასი არისო. فإذا أتى أحدكم المسجد და თუ ვიღაცა თქვენსგან მოვა მეჩეთშიო, შენ შევა მეჩეთშიო. فلينظر في نعليه. შეხედოს თავის ფეხსაცმელს, თავის ჩუსტს, ანუ ქვეშ არის ნაჯასი თუ არა. فإن كان فيها أذى فليمسحه. და თუ რაღაცა არისო მანდო, მაშინ გაწმინდოსო. ასე შუმავალი სალლალლაჰუ მეჩეთში ლოცულობდა ფეხსაცმელით. მაგრამ ზმები რა თქმა უნდა ყველა მეჩეთში არა. ეხლა ჩვენ მეჩეთში რო შეხვიდე ხალიჩები არის. მან ხა ფეხსაცმელს შეხვიდე შეიძლება ვიღაც გეჭყობს კიდევაც. ამიტომ ეს არის იქ სადაც შეგიძლია. რა შეხებ აქ საქართველოში ან იქ იმ ადგილებს სადაც არის ხალიჩები და ასე შემდეგ, იქ ფეხსაცმელში ნუ შევალთ. მაგრამ თუ ხარ გარეთ საფასში ხარ და ასე შემდეგ, რა ადვილი ალჰამდულილლა. შეხედე შენ ფეხსაცმელი რამე არის თუ არ არის და ეგრევე შეგიძლია ილოცო. შემდეგი ჰადისი 313 ჰადისი აბუ ჰურეირამ გადმოსცა რომ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "إذا صلى أحدكم." თუ ვიღაცა თქვენსგან ლოცულობსო, فلا يدعن عليه عن يمينه. თავისი ჩუსტებიო მარჯვენა მხარეზე არ დადოსო, ანუ თუ გაიხდისო, მარჯვენა მხარეს არ დადოსო. ولا عن يساره და არს მარცხენა მხარეს. ეს როცა ხალხთან ერთად ლოცულობს და არა იმამია. فيكون عن يمين غيره. რომ ვიღაცა მარჯვენა მხრიდან არ იყოს ეს ფეხსაცმელიო, ანუ ვიღაცას რო არ შეუშალოს. إلا أن لا يكون عن يساره أحد. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მარცხენა მხარეს არავინ არ არისო. وليدعهما بين رجليه. და დადოსო ფეხების შუაშიო, ანუ ფეხების ქვეშ. ეს არის უმჯობესი ძმებო. 33 თავი ბაბულ იმამა, თავი რომელიც ეხება იმამობას. ანუ იმამობას თავი. ეს არის უფრო ეხება იმ ხალხს, ვინც არიან იმამები. აიშამ გადმოსცა. მან თქვა: "სამიუთო რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყულ." მე გავიგეო რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ალ-იმამუ დამინუნ." იმამი არის ადამიანი, ანუ ასე თქვა პასუხისმგებელი, ვინც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ხალხის. "ვალ მუაძინუ მუ'ტამან." და მუაზინი არის ის ადამიანი, ვისაც ენდობიან. "ფაარშადალლაჰუ ალ-აიმმა." ალლაჰმა წაიყვანოს სწორ გზაზეო იმამებიო, ან კარგი გონება მისცესო. ეს არის დუა შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იმამებისთვის. "ვააფა ანილ მუაძინინ." და აპატიოსო მუაზინებსო. ეს არის ძმებო აჯრი იმ ხალხისთვის, ვინც არის იმამი და ვინც არის მუაზინი. თვითონ შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ შენთვის აკეთებს დუას. რომ სახში ხარ, გახსოვთ ეს ჰადისი რომ შუმავალი სალლალლაჰუ შენთვის აკეთებს დუას, როცა ლოცულობ გინდ ოჯახთან ერთად. მithumet როცა ჯამაათში ხარ, უფრო მეტი ადრია, მithumet როცა აზანს აძლევ, უფრო მეტი აჯრია. შემდეგი ჰადისი აბუ ჰურეირა გადმოსცა რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ალ-იმამუ დამინუნ ვალ მუაძინუ მუ'ტამან." იმამი არის, ანუ ის, ვისაც ასე თქვა პასუხისმგებელი და მუაზინი არის ის, ვისაც ენდობიან. ენდობიან როგორც მუაზინს. რომ ენდობიან რომ ლოცვის დრო შევიდა, როცა მუაზინი აზანს აძლევს, ენდობიან თავის ლოცვას მას. როგორც კი აზანი აძლევს იფტარზე, ეგრევე ხალხი ხსნის იფტარს. ანუ ენდობიან. ამიტომ იმამი უნდა იყოს, ფრთხილად უნდა უყუროს ლოცვის დროებს. არა მარტო ტელეფონი ძმებო. მაგალითად ტელეფონი დაუჯდა ელემენტი. ან სადაც საფარში ელემენტი, არ აქვს ტელეფონი, არ აქვს ელექტროობა და არაფერი. იმამ ვინც არის მუაზინი, აუცილებელი უნდა იცოდეს, როგორ შედის ლოცვების დრო. და ჩვენ ადრე გაკვეთილებს გავიარეთ. ვისაც აინტერესებს, შეიძლება ნახოს YouTube-ში შევიდეს, ან Facebook-ზე, ან Telegram-ში, შეუძლია ნახოს ეს, ანუ ლოცვების დროზე, მან ნახავს იმ გაკვეთილს. فأرشد الله الأئمة وغفر للمؤذنين.
ღმერთმა სწორ გზაზე წაიყვანოს იმამებიო და აპატიოსო მუაზინებს. შემდეგი თავი ბაბუ ფილ იმამი იუსალი ჯალისან თავი რომელიც ქვია რომ იმამი ლოცულობს ანუ ზის და ისე ლოცულობს რა შემთხვევაში როცა ავათარი ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანი იბნ უმარის შვილმა عمر بن الخطاب شوilma ابن عمر თქვა რომ أن رسول الله صلى الله عليه وسلم كان في نفر من أصحابه فقال شوماما صلى الله عليه وسلم ერთხელ საჰაბებთან ერთად იყო და თქვა ألستم تعلمون أني رسول الله إليكم არის ითო თქვენ ხო იცით რომ მე ვარ თქვენი ალლაჰის შრომავალი თქვენთანო قالوا بلى نشهد أنك رسول الله რა თქმა უნდა ჩვენ ვადასტურებ ამოწმებთ რომ შენ ხარ ალლაჰის შრომავალი قال ألستم تعلمون أن من أطاعني فقد أطاع الله თქვენ არ იცით რომ ვინც მე დამემორჩილა ასევე დაემორჩილა ალლაჰს ეს არის მე ჰადისი ვის წინამდე იმ ხალხის წინამდე ვინც ამბობს რომ ჰადისებს არ აღიარებს მარტო ყურანს ანუ ვის თავის თავს რო ეძახიან ყურანიტები ეს არის მაგაზინამდე შუამას ალლაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა ვინც დამემორჩილა მეო დაემორჩილა ასევე ალლაჰსო ვა ანნა მინ ტაათი ლა ტაათი და რომ ალლაჰის დამორჩილებისგან არის ჩემი დამორჩილება قالوا بلى نشهد أن من أطاعك فقد أطاع الله كي ჩვენ ვამოწმებთო რომ ვინც შენ დაგემორჩილა დაემორჩილა ალლაჰს ومن طاعتي لا طاعتك და ალლაჰის დამორჩილებისგან არის შენი დამორჩილება قالوا قال فإن من طاعتي لا طاعتي და შუმამა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა ჭეშმარიტად ალლაჰის დამორჩილების ალლაჰის დამორჩილება არის იგივე ჩემი დამორჩილება ومن طاعتي أن تطيعوا أمراءكم და ჩემი დამორჩილებისგან რომ დაემორჩილოთ თქვენს მართველებს ანუ ძმებო როცა მაგალითად არის მუსლიმანი მართველი და ხანდახან აყენებენ ასე თქვა როგორც მერი ან ასე თქვა პატარა ამირებს აყენებენ აუცილებელი მაგათვისაც ასევე დამორჩილება და ეს არის დამორჩილება იგივე შრომავალის მიმართ სალლაჰ ალეიჰი ვასალამა ვა ინ სალლუ ყუუდან فصلوا قعودا რომ წილოცონო როგორ მჯდომარეო რომ წილოცონ მჯდომარეო უნდა მიყვითო მაგათო და თქვენ წილოცეთო მჯდომარე თუ იმამები ლოცულებენ თუ ზიან თქვენ დაჯექი და ისე ილოცითო ჯაბირმა გადმოსცა შემდეგ ჰადისში რაკიბა რასულულლაჰ სალლაჰ ალეიჰი ვასალამა ფარასან ბილ მედინა შუმამა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ დაჯდა ცხენი იყო ნაკლემი და წავიდა მედინაში فسرعه على جزم نخله და შუმამა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ წაიქცა იმის გამო რომ მის აკლემი ან ცხენი როცა ახდა მოხდა რაღაც ტოც პალმის ტოც მოხდა فانفكت قدمه და მისი ანუ ფეხი ანუ როგორ გადაუბრუნდა თუ როგორ ვთქვა გადაუბრუნდა მისი ფეხი ანუ ტრავმა მიიღო შუმავალ სალლაჰ ალეიჰი ვასალამა فدخلنا عليه نعوده და ჩვენ შევედით მასთან ანუ ზიარათი გავუკეთეთო فوجدناه في مشروبة لعائشة يسبح და დავინახეთ რომ შუმავალ სალლაჰ ალეიჰი ვასალამა ასე თქვათ როგორ თქვათ რაღაც ოთახი იყო როგორც ბალკონი შევიდა მან და ლოცულობდა ნახეთ ძმებო يسبح سبح რას ნიშნავს ანუ تسبيح سبحان الله الحمد და ასე შემდეგ ასევე ვინც აი არაბულ ენაში ასე რას ნიშნავს يسبح უნდა ლოცულობდა ნაფილას ჯალისან ანუ ნახეთ ლოცულობდა ნაფილას იჯდა და ისე ლოცულობდა فقمنا خلفه ჩვენ დავდექითო მის უკან فسكت عنا და არაფერი არ გვითხრა შუმავალ სალლაჰ ალეიჰი ვასალამ ثم أتيناه مرة أخرى მეორე ჯერ მივედითო მაგასთანო فوجدناه يصلي المكتوبة და ვნახეთო რომ ლოცულობს აუცილებელ ლოცვას فقمنا خلفه და ჩვენ დავდექითო მის უკან დავდექითო فأشار إلينا فقعدنا და ჩვენ ანუ ნიშანი მოგცაო ნიშანი და დავჯექითო فلما قضى الصلاة قال და როცა ლოცვა დაამთავრა თქვა إذا صلى الإمام جالسا თუ იმამი ლოცულობს ანუ მჯდომარე فصلوا جلوسا თქვენ დაჯექი და ისე ილოცითო وإذا صلى قائما და თუ დგას და ისე ლოცულობს فصلوا قياما თქვენ ადექი და ისე ილოცითო ولا تفعلوا كما تفعل أهل فارس بعظمائهم და არ გაკეთოთ ისე როგორც სპარსელები აკეთებენ თავის მეფეების მიმართ يقومون وهو جالس ისინი დგანან და ისინი როცა ისინი ანუ ხალხი დგას როცა თვითონ ის ზის ეს ასევე იმის დამადოსტებელი ნიშნები რომ შუმავალ სალლაჰ ალეიჰი ვასალამ არის ნამდვილი შუმავალი რომელიც არ მიყვებოდა რას არ მიყვებოდა შოხრას არ მიყვებოდა რას აი მე მინდა ცნობილი ვიყო და ასე შემდეგ როცა დელეგაციები მოდიოდნენ სპარსელები რომაელები და სხვა ტომებისგან შუმავალთან სალლაჰ ალეიჰი ვასალამ და შედიოდნენ დიდ ოთახში ამ პალატკებში სადაც იყო საჰაბები და თვითონ ის იჯდა ვერ არჩევდნენ ვინ იყო შუმავალი სალლაჰ ალეიჰი ვასალამ ხანდახან აბუ ბაქრს გონოდათ
შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. პირველად თუ გახსოვთ ისტორია, შომავალი სალალაჰუ და აბუ ბაქრი პირველად შევიდა მედინაში, აბუ ბაქრი ეგონათ შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. აბუ ბაქრი ეგონათ შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. ანუ შეეშალათ. ამიტომ მე ეს არის შომავალი სალალაჰუ ადაბისგან. 35 თავი ბაბუ ნასხი დალიკ. თავი რომელიც იხება რომ ეს არის, ანუ ეს ამრი, ჯდომა, იმამი ზის ხალხის ზის, ეს არის წაშლილი. მაგრამ ეს თავი ძმებო, ეს არის იბნუ ჰიბანის თორსი, იბნუ ჰიბანის აზრი. მაგრამ ალიმები მოიყვანეს სხვა ჰადისები, რომელიც აქამდე მოვიდა თქვენს რომ ეს არის არასწორი აზრია. ანუ მაინც როცა იმამი ზის, აუცილებლად ვის მის უკან არის, ისაც უნდა იჯდეს. აიშამ გადმოსცა. უღმია ალა რასულილაჰი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, თუმმა აფაყა ფაყალ. შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ გონება დაკარგა, როცა ავათი ხო. გონება დაკარგა, ნემერე მოვიდა აზრზე და თქვა: ასალან ნასუ, ხალხმა ილოცა? ყულნა ლა. ჩვენ თქვით არაო. قال مروا أبا بكر فليصلي بالناس. وبزنيتو أبو بكر أنو تخالط أبو بكر ستروم أنو إمامي دلقيس لوصفاشيو خلق يستويس. قلت عايشة تكوا يقول كويو يا رسول الله يا الله شو ما والو إن أبا بكر رجل أسيف. جيش مايت أبو بكر أريس أنو ربيلي دمياني ربيلي رايقول اسمه روم أنتي رودا روسا تان روسا يسول دا شو ما وصل صلاتي خو ويروز لبدا لوصفاشي دا زامبرش تيرودا. ასევე ალიმები თქვენ რომ რა თქვა ეს აიშა რადიალლაჰუ ანჰა მაგას ეშინოდა რომ შუმამა სალალაჰუ მაგალითად აბუ ბაქრი თუ იმამი იქნებოდა ლოცვის დროს და შუმამა სალალაჰუ მოგდებოდა და მე ხალხი ზოგიერთ ხალხი შებრმათ მიყვებოდა აბუ ბაქრს და აიყვანდა იმ ადგილას სადაც არ იყო ღირსი ანუ ძალიან ზედმეტ ადგილას ეს არის ორი თავსირი ამ სიტყვების იდა ყამა მაყამაკა ლამ იასტადი ან იუსალი ბინნას აიშა თქვა თუ დადგებაო შენ ლოცვა შენ ადგილასო შეიძლება ანუ ვერ შეასრულებს ლოცვასო ხალხთან ერთად قال عاصم ده عاصم ايتت صحابه تكوا والاسيف الرقيق الرحيم ربيلي راشين شاوس ام يسيتقبي نيشوس ربيلي ده غولقتيلي ده انو استقوت قالوبلي فصلى ابو بكر بالناس ابو بكر رضي الله عنه إلوسا انو امامي خالخيس ثم ان رسول الله صلى الله عليه وسلم وجد خفه ميل شوما صلى الله عليه وسلم غختا وكتسات من نفسه فخرج بين بريره ونوبه ده غمويقونس بريره ده نوبه غمويقونس إني لا أنظر إلى نعليه يخطان في الحصى. تصحابة تقارم عن عائشة رضي الله عنها إذا خسرهم تمي خداو ديو لوجر ميسي بخبيه أنه أسكت ميخو خاوس راس زيرس زالار كنا شو ما صلى الله عليه وسلم وأنظر إلى بطون قدميه ده مي وقرب ديو خداو ديو ميس أنه بخبي شينيتا ناتس خداو ديو فقال لهما ده أتخ شو ما صلى الله عليه وسلم مات أجلساني إلى جنب أبي بكر دماجينتو أبو بكر غرزيو فلما رآه أبو بكر ذهب يتأخر روش أبو بكر نخر روش ما صلى الله عليه وسلم مويدا أنو وكان قدايتي وكان تعويدا روم شو ما صلى الله عليه وسلم دالجستين فأومأ إليه أن يثبت مكانه شو ما صلى الله عليه وسلم أبزن أبو بكر أنو دارتشيو شينات جلسو فأجلساه إلى جنب أبي بكر داجنس شو ما صلى الله عليه وسلم أبو بكر غرزي قالت عائشة تكوا فكان رسول الله صلى الله عليه وسلم يصلي وهو جالس شو ما صلى الله عليه وسلم لطلب ده إجدا يصير لطلب ده وأبو بكر قائم يصلي بصلاة رسول الله صلى الله عليه وسلم ده أبو بكر لطلب ده إدغا ده يصير لطلب ده شو ما لطفا صلى الله عليه وسلم والناس يصلون بصلاة أبي بكر ده خلق لطلب ده يصير رقص لطلب ده أبو بكر أنا إدغا زمان بشارية شو قاك يجي تزسي روم شو ما صلى الله عليه وسلم سيد قبي უფრო წინ დგას ვიდრე შუმანა სალალაჰუ მოქმედება. ხანდახან შეიძლება შუმანა სალალაჰუ რაღაც იმოქმედოს, რაღაც საქმე გაკეთოს, მაგრამ თვალის სხვა მაგალითად ეს წინამდეგება მაგრამ არის სიტყვის მიეცება უპირატესობა. ხანდახან შეიძლება სიტყვა უფრო ხანდახან ყოველთვის სიტყვა საკ უფრო დიდი წონა ვიდრე მოქმედებას. და ასევე ალიმები თქვენს რომ ეს ჰადისი არის მუთაშაბიჰ ცოტა ასე თქვა გაურკვეველი ჰადისი. ან შეიძლება ვთქვი ცოტა მუთაშაბი ნიშნავს რასაც მთლიანი სანდო არ არის. მაგრამ წინა ჰადისი ჩვენ ვილაპარაკი წინა ყველა ჰადისი არის მუჰკამია. ანუ რაშიც უეჭველი არანაირი ეჭვი არის. არ არის. ამიტომ ასლი რა არის ძმებო რომ თუ იმამი ლოცულობს ზის და ის ლოცულობს ჩვენც უნდა დავждეთ და ისე ვილოცოთ. 319 ჰადისი აიშამ გადმოსა თქვა صلى رسول الله صلى الله عليه وسلم في مرضه الذي مات فيه خلف أبي بكر قاعدا شماما صلى الله عليه وسلم الله صلب دا رتسا إخو إم أوانت قبوباشي رزق مس مقدا أبو بكر سوكان دا أنو إجدا دا يسير الله صلب دا أكيد نقول دي رأس آدم يعني أرس أوات
შეუძლია ილოცოს იმამის უკან დაждდით და ისე ილოცოს. მაგალითად რამოდენიმე დღის წინ ძმა მიხარო რაღაცა ოპერაცია გააკეთა. და თქვა რომ საჯდას ვერ აკეთებს. საჯდას უბრალოდ აკეთებ და წნევა ურყავდა თავში და შეიძლება სისხლი წამოსული იყოს ცხვირიდან და ჩვენ ვუთხარით მაგას რომ შეგიძლია დაждდე იმამის უკან, აი იყოს კამი, დაждდე და პრობლემა არ არის. ეს არის სუნნათი. 36 თავი ბაბულ იმამა იასტახლიფუ იდა ღაბა. და შეეხება იმამს რომ აყენებს თავის მაგივრად სხვა ადამიანს, როცა ის მეცალხაც მიდის. მაგალითად როგორც ეხლა თქვენთან ხო? ჩვენ დაგაგენს იმამი. აი ეგრე. ეს არის სუნნათი. ან საჰლ ბინ საად. საჰლ ბინ საად გადმოსცა. ქანა ყითალუ ბეინა ბანი ომრუ ბინ აუფ. იყო ბრძოლო, ან იყო ბრძოლა კი არა ბოდიშით. იყო ასე თქვათ ჩხუბი. ამრუ ბინ აუფის ანუ ტომს ქონდა მაგ იყო ჩხუბი. فأتاهم النبي صلى الله عليه وسلم ليصلح بينهم. და შუმამა صلى الله عليه وسلم მოვიდა მაგათთან რომ შეარიგოს. وقد صلى الظهر და იროცა ზუხრი. აქედან გამომდინარე ხედავთ მე ხანდახან ჰადისებში მოდის სიტყვა ყითალ რაში ნიშნავს ბრძოლა. ხო, ბრძოლა, ხმალი, იარაღი და ასე შემდეგ. ასევე ყითალ ნიშნავს ძმებო ჩხუბი. ეგაც ნიშნავს ჩხუბი. მაგითო ალიმები და შეიხები როცა იძახიან რომ UFC-ში ბრძოლა, როცა ორი მუსლიმანი ერთმანეთს ებრძოლები, ეს არის კუფრი. ზოგი ზმა ამბობს რომ ხო მაგრამ ისინი ხო ერთმანეთს არ ებრძოლებიან, ანუ კი არ კლავენ ერთმანეთსო. მაგას გონენ ყითალ ნიშნავს მარტო ანუ სიკვდილზე ბრძოლა არა. ასევე ნიშნავს ჩხუბი, ნებისმიერ ჩხუბი, ორი ძმა, გინდა იყოს სადაც გინდა იყოს, თუ ჩხუბობენ ერთმანეთს, ჩხუბობენ, აკეთებენ კუფრს. რატომ? შომამსალასთან რა თქვა? რომ მუსლიმი არის ფოსუხი და ბრძოლა მაგასთან არის კუფრი. ალლაჰმა დაგვიფაროს ამინ. და თქვა და უთხრა ბილას უთხრა შომამალ სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ იდა ჰადარა სალათულ ასრ თუ მოვა ასრის ლოცვა ვალამ ათი და მე არ მოვალო famur Abu Bakr falyusalli bin nas. უბზანეო ანუ თხარი აბუ ბაკრს და ილოცოს, ანუ ხალხის იმამი იყოსო. فلما حضرت صلاة العصر და როცა შევიდა ასრის ლოცვა, أذن بلال وأقام. بلال მისცა აზანი და იყამათი მისცა, وقال თქვა: يا أبا بكر, أبو بكر, تقدم. მიდი წინო. فتقدم أبو بكر და წავიდა წინ და ილოცა, ანუ გახდა მაგათი იმამი. ეს არის სუნნათიდან ძმებო. عائشة قدمستا 321 حديث أن النبي صلى الله عليه وسلم استخلف ابن مكتوم على المدينة. شمامة صلى الله عليه وسلم داتوا إمامات مكتوم مدينة شي. مكتوم في الأمة يسقى صحابة زمبو. بيسقسوا صحابة رادا وده بكون دماغس. مكتوم فارسايتو في الخداودا. في الخداودا صحابة برمايخو أكنا قاموا شيلبا داقينو أدمياني رومرز في الخداودا إمامات وداقينو. يصلي بنا داخل نيمستيس روم إلوتا خالقشتيس. رسم يوديودا شما وصلت أقنيمدا عن خال إمامات مدينة. شمدك تاوي باب في الإمام يحتسب عن الناس للضرورة. تاوي روم السيخي بروم شيلب أدمياني أنو تطلع داغويانس لوسوازي تو أكل غاسا ميزازي. سامع صوصنا ميور حديثي عن مغيرة بن شعبة ما كانت كوا تبرز رسول الله صلى الله عليه وسلم قاوي دا شمول صلى الله عليه وسلم لا ساكمزي ثم جاء فأفرغت عليه من الإداوة ميري مويدا دا داوز خي ماغاسو دا أنا تشوجلي على داس إداوة زمبو داوز خط قالي فغسل وجهه تويس ساخي دايبانا ثم ذهب يحسر ميري أنه يحثر عن ذراعيه ميري تويسي أنه تويس أيس ناتيلبي أيتانا أنه أيت مغلا أتبع عندودا فداق كم مجبتي رسول الله صلى الله عليه وسلم ما أيس ناتيليقو زان أسيت كانوا بطرايقو دا بولم دي فيراتيا وهي صوف رومية تايسيقو روميلبيس روميدان ممزدبول لغت أساس ملي بيتويقو أسيت كات روميدان فأدخل يده من فروج كان في حدرها دا ما جسميري شما مثلا اصلا عنو سخوال گینا شیخوان خیری ایسرو شیزرانو گامویغو بولمده فغسلهما الى المرفقين دايبان تاويسي خيلبي انو اذا قامده ومسح براسه دا تاويسي انو تاوي مسيغا تاوزي ومسح على خفيه دا اسوي تاويس بيخص ميزغا تا مسي ثم اقبل وانا معه ميري ان تاويدا دا ميبيقوي ماغاستانيتاتو فوجد الناس في الصلاة. داينا خروم خلق هو لطفا دايتكو. أنو خلق ما أردايلودا. اتقورو بيوري خاني قاويدا. شما صلى الله عليه وسلم بيوري خاني قاويدا. خلق ما دايتكو لطفا. فقام رسول الله صلى الله عليه وسلم في الصف. شما صلى الله عليه وسلم دادغا ريكشي. أنو لطفا دايتكو إمامي سوكان. وعبد الرحمن بن عوف يأمهم. مقدس إمامي عبد الرحمن بن عوف. فأدركناه وقد صلى ركعة. دروت شو ميوديتو. وقا 8 ركعات إلوتسو.
فصلينا مع عبد الرحمن بن أو الثانية და ჩვენ დავიწყეთ ლოცვა დავიწყეთო როცა უკან მეორე რაკაატში ლოცვა დავიწყეთო فلما سلم قام رسول الله صلى الله عليه وسلم فأتم صلاته და როცა სალამი მისცა აბდურაჰმან ibn ავ დაუმთავრა ლოცვა შუმამა صلى الله عليه وسلم ანუ ადგა და შეასრულა თავის ლოცვა ბოლომდე ففزع الناس لذلك და ხალხმა როცა ეს ნახა ანუ ძალიან გაუკვირდა შოკში ჩავარდა ასე თქვა فلما قضى رسول الله صلى الله عليه وسلم صلاته قال და როცა შუმამა صلى الله عليه وسلم ლოცვა დაამთავრა მან თქვა قد أصبتم وأحسنتم ანუ სწორად ქენითო და კარგად ქენითო ანუ თუ ადამიანი ხედავს რომ იმამი ძალიან აგვიანებს აქვს მაგათ უფლება რომ დაიწყონ იმამის გარეშე შემდეგი თავი ბაბუ ფილ იმამი يذكر أنه محدث თავი რომელიც ეხება რომ იმამს გაახსენდა რომ მისი აბდესტი არის გაფუჭებული მისი ვუდუ არის გაფუჭებული ლოცვის დროს عن أبي بكر قد مصر أن النبي صلى الله عليه وسلم كبر في صلاة الفجر وشوما صلى الله عليه وسلم أنه تكبير ميسا لو ديليس لوس فازي أنه لوس فدايت قزمه ثم أو أما إليهم مير نشان ميسا أنه صحابيبس أنه خيري تشوينا أنه رم تاويس أدقيلبس داشنين ثم انطلق فاغتسل مير تعوي دا سخشيدا ديدي غسلي أيغو فجاء ورأسه يقطر دروسا مويدا لوس فاز داوبروندا خلاص მისი თავიდან ანუ კიდე ანუ წყალი წვეთებით ჩამოდიოდა فصلى بهم და ილოცა მაგათთან ერთად ანუ სუნნათი არის ძმებო რომ ადამიანი დაილოცოს რომ ადამიანს თუ გახსენდა უკვე ლოცვაში გახსენდა რომ აბდესტი აქვს ხალხს არ ეუნება ძმებო დარჩითო სუნნათი რა არის ნიშანი რომ შუმავა სალასა მაგას შეეძლო ეთქვა ხალხისთვის რომ არ დახვიდოთ მაგრამ რა თქვა რა გაკეთა წავიდა ღუსლი გაკეთა და მერე დაბრუნდა ეს ასევე ეხლა ძმებო პატარა აბდესტაც თუ ადამიანს იმამი მისცა თაკბირი დაიწყო ლოცვა მაგალითად ზუხრი და გახსენდა რომ აბდესტი არ აქვს რას აკეთებს სალამს არ აძლევს ზოგიერთიც მაკეთებს სალამს არ აძლევს ეგრევე გადიძმებს ნიშანს აძლევს გადის და არ მაგდობს როცა მიდის აბდესტისთვის ხო არ ლაპარაკობს იმიტომ რომ ეს ალიმები თქვენ ჰადისებიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანი კიდე არის ლოცვაში მიდის აბდესტს იღებს ბრუნდება და აგზელებს იმ ადგილიდან საიდანაც არის და თუ ადამიანი მაგალითად სიტყვაზე იმამი თქვა თაკბირი გაკეთა და გახსნა მეორე რაკაატში გახსნა რომ აბდესტი არ აქვს. გადის ლოცვიდან, მიდის აბდესტი იღებს, ხო ბრუნდება მერე. ხალხი უკვე ერთი რაკაატი ილოცა. ხალხი უკვე მიხვდა რომ აბდესტია გაფუჭებული, მიხვდა უკვე. დროს დაბრუნდება და შეასრულებს რამდენი დასჭა ანუ თავიდან შეასრულა ყველა 4, რატომ ის პირველი არ ითვლება. იმიტომ აბდესტი არ აქვს. ხალხი როცა ხალხი ილოცებს 4 რაკაატს, იმამს ხო დასჭა კიდე ერთი. იმამი დგება, ხალხი რჩება თავის ადგილებზე თაშახუში რჩება. იმამი ლოცულობს იმ ერთ რაკაატს, ბრუნდება და მერე ერთად აძლევენ სალამს. მაგას ინშალა მოვა ჰადისები მაგას გავივიდით. შემდეგი თავი ბაბუ ფილ იმამი yakunu arfa'u min al-mu'minin. თავი რომელიც ქვია იმას ეხება რომ ხანდახან იმამი რომ არის უფრო მაღლა, ანუ პოდიუმზე ასე თქვათ, ვიდრე ის ვინც არის უკან. მე პირადად მინახე ეგეთი მეჩეთები თბილისში არა. უფრო ბათუმისკენ შეიძლება ან თურქეთში იყო არ მახსოვს ზუსტად მაგრამ სადაც მინახია რომ იმამის ადგილი სადაც იმამი დგას მიჰრაბი უფრო ცოტათი აწეულია რო გინახეთ ადგილი აქა თურქეთში ბევრია ვის აქ გინახიათ ო თურქეთში მიყო მგონი ან ჰამამა გადმოსცა სალლა ბინა ხუზეიფა ალა დუკანი მურტაფია რომ ხუზეიფამ ერთხელ ილოცაო ანუ ცოტა ამაღლებულ პოდიუმზე ფასაჯადა ალეიჰი და საჯდა გაკეთა მაგაზე فجبذه أبو مسعود فتابعه حذيفة. ده أبو مسعود إسوا صحابم أيغو دايجرا حذيفة تأمواتريا وكان. تأمواتريا وكان. فلما قضى الصلاة قال أبو مسعود رسول الله صلى الله عليه وسلم أبو مسعود تقع أليس قد نهي عن هذا؟ أنه شوين تسخويس أكزلوا ليكو. أنه وين أقوي زلا. أنا شو ما صلى الله عليه وسلم شوين خو أقوي زلا. تماغرتك فقال حذيفة ألم تراني قد تابعتك شيخ خيدو مي أنه موجسمينيو هذا مش هو بيبي أسيتك خيدو موجسمينيو أنه إساريس بداية مبو أتسوا إم أتجيلبيس باب أريز جامونا كليسيز مبو خلنا شو ما صلى الله عليه وسلم إدخلوا صلوب دا أمغلبوزه من برزلوا صلوب دا علمي بتكوس راتم მაგდროს შუმამასალასთან ასწავლიდა ხალხს როგორ არის ლოცვა როგორ არის დასბიჰი და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ამაღლებელი რომ ხალხი კარგად ნახოს როგორ სრულდება ლოცვა შემდეგი თავი მეორმოს თავი ბაბუ ფიმან ამან ნასო ფაასაბა ალვაყტა ვა ატამმა სალათა თამი რომელიც ეხება იმას რომ ვინც იყო ხალხის იმამი და შეასრულა ლოცვა თავის დროზე და შეასრულა ლოცვა შესანიშნავად ანუ როგორც არის სუნნათით
أن عقبة بن عامر متكوا قال سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ميغاوي جرم شمام صلى الله عليه وسلم متكوا من أما الناس فأصاب الوقت وينسي خو إماميو دا أنو إلوتسا تاويز دروزيو روديزمبو ها تاويز دروزه როგორს კი შევადრო როცა თავის დროზე وأتم صلاة და შეასრულა ლოცვა კარგათო რა შეასრულებო ეგ შეასრულა ლოცვა კარგათო რა შენიშნავს ჰა ზედმიწევი ჰა ზედმიწევი და სუბთად ან ხო აი სუბთად რა შენიშნავს სუნათის მიხედვით სუნათის მიხედვით ვინ შეასრულა ლოცვა სუნათის მიხედვით فله ولهم მაგას ეკნებაო აჯრიო და იმ ხალხი ვინც იყო მაგას უკან მაგათაც ეკრება აჯრიო ومن اقتسى من ذلك شيئا فعليه ولا عليه და ის იმამი რომელიც ანუ კარგად შეასრულა ლოცვა ანუ რაღაც შეცდომები ქონდა ლოცვის დროს მას არაფერი ანუ მის წინამდე იქნება მაგრამ ხალხი ვის არის მაგის უკან მაგათ მაინც ჩაეწერება მადლი მაინც ჩაეწერება ადლი ეს არის ისლამის ადალათი მებო დღეს მაგალითად ან ადლი შეიძლება იყოს იმამი ბიდათ ახლი ზოგი ძმა იძახის რომ ეს ბიდათ ახლია მაგის უკან ლოცვა არ მინდა და ასე შემდეგ ხო იძახის ვერ ეგეს შემთხვევა იყო პირადად მე გამიგია საჰაბები ლოცულობენ ბიდათ ახლის უკან ხავარიჯების უკან და ასე შემდეგ თაბიინები ლოცულობენ ბიდათ ახლის უკან ამ ჰადისები გამომდინარე ჩვენ ხედავს მე რომ თუ იმამი აკეთებს რაღაც შეცდომას ლოცვაში ეს მაგას ეხება ვინც არის მაგის უკან ეს მაგათ არ ეხება მაგათ მაინც ეხება თავისი აჯრი მაგრამ პირიქითაც არის თუ იმამი აკეთებს ყველაფერი სწორად სხვა ჰადისებიდან გამომდინარე ის ხალხი ვინც არის მის უკან მაგათი აჯრის მაგას ეწერება მაგათი აჯრის ნახეთ ამ ხელმადლია მაგას ეწერება და პირიქით თუ იმამი აკეთებს რაღაც არასწორად თუ ხალხი აკეთებს არასწორად მაგის გამო იმამის გამო ის ცუდი ხალხის მაგას ეწერება მაგითო იმამობა არის ძმებო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ბოლო ჰადისი დღეს ძმებო იგივე თემას ეხება აბუ ჰურაირამ გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა سيأتي أو يكون أقوام يصلون الصلاة مووا إجتي درو أن مووا إجتي خلقيو أنو فين إمامي روسا لطولوبن لطواسو فإن أتموا فلكم ولهم تشياسرولوبن لطواسو كارغاتو أنو سنة دوغو ساجيرو داسي شمدك ماغا تكنبات أجري تا تكوينز جكنباتو أجري وإن تقصوا فعليهم ولكم تا تو رغاسا داناك لسي كوندات لطواشي მაგათ ეს იქნება მაგაწინამდეკ და იქნება თქვენთვისო. ანუ თქვენ აჯს მაინც მიიღებთ. სამწუხაროდ ზოგიერთი აი მაზჰაბის ვინც მაზჰაბს მიყვება ბრმად. რა შენიშნავს ბრმად ძმებო? ადამიანი რომელიც იცის არის ჰადისი საჰიჰი მაგალითად სიტყვაზე რომელიც იძახის რომ აი როგორ დღეს გავიარე სიტყვაზე რომ ამაღლებულზე როცვა არ შეიძლება. საჰაბები ხო თქვენს ამაღლებულზე როცვა არ შეიძლება. გაიგოს ჰადისი შეუძლია მოაშოროს ის რაღაც ამაღლება მაგრამ არაშოროს მაგას. ცოდოს იღებს ეგეთ ადამიანი. რატომ? სიტყვაზე შემაზღაბში ეგრე არის სიტყვაზე. არა და არ არის. ან შეიძლება ან ზოგიერთი იმამი რას იძახის, ალჰამდულილა ჩვენთან ეგეთ რაღაც არ არის, მაგრამ სხვა ადგილებში არის. იმამი ხანდახან ლოცვას როცა დგება, ლოცვას როცა იწყებს, რას ამბობს? დღეს ლოცულობთო იმამ შაფის მაზჰაბით. მერე სხვა იძახის დღეს ლოცულობთო იმამ აჰმადის მაზჰაბის. იმამ მალიკის მაზჰაბით, იმამ აბუ ჰანიფას მაზჰაბით. ჩვენ მაგათ ვეკითხებით. იმამ აბუ ჰანიფას მაზჰაბი, ვისი მაზჰაბი ქონდა მაგას? იყვიან შუმავალი სალასალამათო. მაშინ თქვი რა შუმავალი სალასალამ სუნნათით ლოცულობთ? რატო იძახი? იმამ აბუ ჰანიფას მაზჰაბი და ასე შემდეგ. თქვი რომ ჩვენ ლოცულობთ შუმავალი სალასალამ სუნნათით. ეს არის ძალიან დიდი უბედურობა დღეს მებო. ალლაჰმა დაგვიფაროს. სუბჰანაკ ვაბიჰამდიკ შადან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ.